ჩვენთვის პირადად ძალიან მისასალმებელია ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ. კონკრეტული საკითხები, რომელიც გეგმაშია ქარტიაში გაწერილი, რის შესრულების შემდეგ მოქალაქე იბრუნებს სახელმწიფოს. სახელმწიფოს ექნება გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, გამართული სახელმწიფო შტოები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოები და ეს საკითხები იქნება აწერილი ქარტიაში, რომელსაც რამდენიმე დღეში დაწუნებულო მთელი სპექტრი ოპოზიციის პარტიებისა მოაწერს ხელს და ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამუდამო წერტილი დაესვა გაუთავებელ ასე დებატებს ბოლო პერიოდში რა ფორმულა არის ყველაზე მომგებიანი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად რა თქმა უნდა ოპტიმალური ფორმულაა მოსაძებნი, მაგრამ ეს ოპტიმალური ფორმულა ჩემთვის პირადად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ერთიანი სია. ვინაიდან ეს არის ის, რაც პატივსვე ყოველას მოსაზრებას, რაშიც ბიძინა ივანიშვილი ფულს გადაიხდიდა. ვინაიდან ძალიან ეკლექტური, განსხვავებული ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი ითხოვს ამავე დროს არჩევნებს. არჩევანის შესაძლებლობას და ეს არჩევანის შესაძლებლობა მათ არ უნდა მოუსწროთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, რომელიც არ გულისხმობს ერთიან სიას. პირიქით, უნდა გავსხოდეს, ეს იქნება პოლიტიკური ცენტრების არჩევნები, იქნება ეს ორი პოლიტიკური პლატფორმა თუ სამი პოლიტიკური პლატფორმა, ამას გადაწყვეტს ყველა ოპოზიციური პარტია, გავსხლებები აუცილებლად იქნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთიანი სია, რაზეც პრაქტიკულად პირდაპირ მიუთითა ქალბატონმა ზურაბიშვილმაც კი და მიხარია რომ ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა და უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენ ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებაც უნდა დაფიქსირდეს როგორ ხედავთ და ხედავთ თუ არა კიდევ უფრო მეტ როლს ქალბატონის ზურაბიშვილის შემთხვევაში მომდევნო წლებში ამ სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. მე პირადად ვისურვებდი რომ მომდევნო წლების განმავლობაში ქალბატონის ზურაბიშვილი კვლავ იყოს საქართველოს პრეზიდენტი და იყოს გარანტი რომ ვერც ერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში ვეღარ გადავა ზღვარს. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ეს რეპუტაცია, მას როცა მან ჩათვალა საჭიროდ, იგი შევიდა მწვავე დაპირისპირებაში წინა ხელისუფლების მეთაურთან, იგი შევიდა უმწვავეს დაპირისპირებაში ხალხის სახელით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან და მე ვფიქრობ, მისი განვლილი ცხოვრება ჩემთვის პირადად როგორც ერთ პოლიტიკოსისთვის საკმარისია იმის სათქმელად, რომ მე ვისურვებდი მეხილა იქ სადაც ის ასრულებს არაჩვეულებრივად ბოლო პერიოდის განმავლობაში საკუთარ მოვალეობას.